გავუშვით. რაღაც გვიერურებს. მოდება დავაგენერებ Angular-ს და ახლა. ანუ მგონია რომ ეხა კი ვცადე ეს თბილისი ბათუმი მან ჩაწერა, მაგრამ მგონია რომ რაღაცა ანუ რიცხვი ექნება, მე ეხა ეს თბილისი მაინც ვცადე და ესე თბილისი ბათუმით. ანუ ვიფიქრე რომ შეიძლება თბილისი და ბათუმი სწორად ჩავწერე, მაგრამ date-ის ტიპს ვერ ვწერთ სწორად და მაინც არ მიბრუნებს. ხო, აი ახლა ვნახავ. ვაიმე, არ ვიგენერებს რა პრობლემაა, მას კიდეს. არ მოეწონა, NG Angular-ი არ არის აქ დაყენებული. ერთი წამით. უცბად გავუშვებ. სტეპში ვარ და იქიდან ვმაშვები. სტეპის ლეპტოპიდან აქ Angular-ი არ გვაქვს. ამით უცბადვსდი. Angular/CLI. ანდაც ერთი წამი არც კითი არ არის. ერთი წამი ახლა დავბრუნდები. სხვა აუდიტორიაში ნახე იქაც არ არის დაყენებული უცბად მე ახლა გიც გადმოვწერ მაშინ. წამით აქ არ არის შემთხვევით. მერე იყოს და თუ გინდა მაგაზე დრო არ დავკარგოთ. არა, იდეაში გიორგი ისედაც გვჭირდება Angular-ის ფოლდერი და მარე მორი წუთი მინდა. უცბად გადმოვწერ.
იცი მაგ API-ს ანუ რო გავხსნი მე example და სქემა რო აქვს ფიქრობდი რომ მან ხო არ მაჩვენებს თქო მაგრამ აი მანდაც აი ქვეშ მაგრამ არაფერი ეგეთი ხო ხო მაგრამ მაგითი ვერ მივხვდი რას ელოდებას აი როგორ მივახვედრო რომ აი თბილისი მინდა ბათუ ხო მივხვდი აიცა get API departures საბაქიდან ნახავ ახლა date or შაბათი ვცადოთ მოდი შაბათი ის რა თქონდა ის პარემ გავუშვათ ინსტალაციაზე ხო გვაქვს from Tbilisi მაგალითად ან თუ ბათუმი ვაიმე ქართულად შეიძლება აი პო გონი აი ახლა ვნახავთ აუ ქართულად არც მომსვლია იდეა არა ანუ იდეაში ახლა ეს ერორი მაგაზე არ არის დამოკიდებული ნახე გიორგი ჩვენ აქ ეს query პარამეტრები რო არ გადავცეთ მაინც უნდა გვიბრუნებდეს ყველა ასე რა ყველა გამგზავრების მატარებლებს თვითონ ამ იმას ჭირს გონი რაღაცა იცი მე გუგლავდი რა მეთქი რომ სერვერისთვის თქო ანუ date მისაღები ყველაზე მეტი როგორ არის მეთქი და იცი რა თბილისი და ბათუმი ქართულად თუ მიიღო აბა date მაშინ ყველგან აი და ყველ წერდა რომ date მისაღები იქნებაო როგორ იყო იცი რიცხვი თვე და წელი და თვე ეწერა ხოლმე ანუ 100 პირველი 300 რა და იქნება ესე მიიღოს მაშინ იცი როგორ რიცხვები აი ხო აი ქართულად არ მიცდია უბრალოდ მაგრამ აი date მაგალითად ხო არა თქვა არა ორი არა იცი როგორ ნახე იმეებში თქვა სიტყვაზე 27 აი ზეგრო იყოს ხო გამოტოვე დეკემბერი ანუ პირველი 300 დეკ და არა აი პირველი 300 და 20-25 სლეშები უნდა არა 20-24 ბოდიში ხო და ეგრე ვნახე იმაზე მაგრამ თბილისი და ის დაჭირდება მე არა ქართულად თუ მიიღებს თქო არ დაგვიბრუნებს ვარიანტი არ არის იმიტომ რომ ისინიც ხო უნდა აიღოს საიდან სად ნახე გიორგი არა უყურე მან რეალურად სავარაუდოდ ისი მუშაობები და ჩვეულებრივად უბრალოდ თვითონ ამ API-ს აქვს პრობლემა აი ამ კონკრეტულს იმიტომ რომ ნახე რაც უნდა მოხდეს ნახე internal server errors გვიბრუნებს ანუ აი code 500 როდესაც არის 400-დან უბრალოდ 500-დან 600-მდე ყველა ერორი არის სერვერიდან გამოწვეული ერორები 400-დან 500-მდე მომხმარებლიდან გამომდინარე არის გამოწვეული ხო მაგრამ იცი რა არის აი dates ეგრე რო ჩავწერდი როგორც გეუბნებოდი სხვანაირ ერორს ვიღებდი რა ერორს კი არა თითქოს ცარიელ იმას ვიღებდი რა ქვია მასივს აუ ეს ახლა ცალკე რა პრობლემა გახდა ეს ნოტი
ეს როგორც მახსოვს, ისედაც აბრუნებდა ამ API-ს, ანუ აქ query პარამეტრი რო არ გაგვეწერა. აუ, ზაზა, ქართულად რო ჩავწერე, გააკეთა. დამიბრუნა. ვასიძახი. ტელეფონში გავაკეთე. ტელეფონში გავაკეთე. აი, თბილისი და ბათუმი ქართულად დავწერე იდეა შენგან ავიღე და date როგორც გითხარი და აი დააბრუნა. 27 დეკ 20 თქვა. და დააბრუნა? ასიძახი. ხო, ხვევით. response body. წამოიღო. მადლობა, ქართულად აი ცხოვრებაში არ მოვიფიქრებდი რომ მათ ქართულად ჩამედი. ხო, ანუ ეხა იცი რა ლოგიკას მივყევი, მე აი აქ ნახე, ეს გამგზავრების მიღება რო არის, ნახე, აი აქ ქართულად წერი აქვს მნიშვნელობები და მე მეთქი, მიღება გვინდა თქო, მაგრამ ქართულად ჩავწერე. ხო, უბრალოდ აი, მიუჩვეველი ვარ ესეთ თემებში ქართულად რა უნდა ვაკრიფო და. ხო, კი, ძალიან უცნაურია სიმართლე გითხრა. დიდი მადლობა. არაფერს რა მადლობა შენ თვითონ მიხდი. მაგრამ ქართულად შეება ერთი თვე არ ჩამეწერა. ამით ამის პაროლი მჭირდება ხლა. აუ პაროლია შეცვლილი და notes ვერ ვაყენებ. ჯინიო. ითის ვერ გითხობს. Angular-ის ფაილი. ოპა. თუ Angular-ის ფაილი. რანაირად, მაგრამ ოკეი. ესე ყველაფერი გავასვამ თავთავად. browser მოდული. უცრავი არ გჭირდება, აი ესე. გჭირდება, ესეც არ გჭირდება. ეს დავშალოთ საერთოდ. აი. აუ, ეხლა ერთი მთავარი და გადაუჭრელი პრობლემა შეიძლება შევექმნას NGS. Nice. ერთი წამით ისე თუ გქონდა ნუ იდეაში ბილდზე გვაქვს გაწერილი, მაგრამ NG-i serves დავწერ. არა, NG-ს ვერ პოვობთ. ხო, რა მოკლედ სხვა ლეპტოპს ნახავ რა, რომელზეც იქნება Angular და იქიდან გავაკეთოთ. ხო, ზოგადად აი თან ბარემ სანამ გადავალ, აი სადრა გაინტერესებთ ახლა იდეაში ყველაფერი რაც საჭირო იყო. ჩვენ თლიანი სილაბუსი გავლილი გვაქვს უკვე ყველაფერი განვიხილეთ და აი რა გაინტერესებთ მაგალითად აი რა განვიხილოთ.
მე მიჭირს ესე თქმა. ხო. ანუ აი მაგალითად ეხლა რამე რო აქვს და აი რა გიხსნათ მაგალითად. იმიტომ რომ წინა ლექციაზე რაღაც სახსნა რო დავიწყე, როგორც ჩანს, არავის აინტერესებდა და რო გამოვიხედე, მარტო ლუკა იყო დარჩენილი ლექციაზე. აღარავინ აღარ იყო და როგორც ჩანს, უბრალოდ ლაპარაკობდი 1 საათი და ხაც იგივე სიტუაცია რო არ მოხდეს. როგორ დავხედოთ სხვა პროექტებს რა რაც აქვს და რა იქიდან რო ავიჩოთ რამის გაკეთება, რაც არ გავიკეთებია დაუშვათ რომელიმე პროექტიდან. მაგალითად არც აი მაგალითად მანქანის გაქირავების რაღაც აგენტო რო იყო, მე მგონი მაქედან ბევრი რაღაცები არ გავიკეთებია თუ სწორად მახსოვს და რა მაქედან რამე გავაკეთეთ. მოიცა მაგის ლინკი გააქვთ ამ ლეპტოპში არ არის და როგორ დავხედოთ თუ გაქვთ ლინკი რო ჩამიგდოთ Teams-ზე მოიცა ნახავ ახლა როგორც მახსოვს უბრალოდ current უნდა წინ, თორე დანარჩენი იგივეა step projects და ხო კი უბრალოდ current გონის API მეგონი current-ის მე მეგონი ესე current და rent შორის მე მეგონი ტირე იყო თორეს rent car აი სწორად ჩართ rent ტირე car აი ჩააგდო rent car გადამულაც ჩააგდო ეხა ჩავაშ აი გაიშვა ხო აი აბა აქ რა გაინტერესებთ ну ესე ძალიან საინტერესოა ეს მანქანების მიღება ნახოთ რა მანქანებია ID, ბრენდი, მოდელი, წელი, ფოტოები, იმეიჯები, პრაისები, ну, რამდენია? Email, full capacity, city, owner phone. ხო, ну, იდეაში აქ მივიღოთ, გვაქვს და what აქ რო გავაგზავნოთ. ნახეთ, ну, იდეაში გოდიხი, პროექტი 6-ში ვაბარებთ, ხო იანვარს? პროექტს არა 6 იანვარს არა, ნახე 8 იანვარს არის პირველი სასწავლო დღე. ჩვენ 8 იანვარს გვქონთ ხო ხუთშაბათი, არა 4 შაბათი, მერე ხუთშაბათი და ანუ 10-ში პარასკევს. აჰა, კარგი. 10 იანვარს გამოვდის პროექტი. ხო, ну იდეაში აქ ახლა მანქანა რო get request-ით ვიღებთ მანქანებს, ყველა მანქანას ვიღებთ. post request-ი არის, აი ეს კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ, ბრენდი, მოდელი, წელი, ფასი და ასე შემდეგ. ну აქ ეს იდეაში ვიცით post request როგორ გავაგზავნოთ, ну ესენი უნდა შევასრულოთ, აი ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მაგალითად აი ამას შევხედავთ. აქ review წერიათ. მაგალითად შეგვიძლია გადავაკოპიროთ და ეს გავაგზავნოთ. ხო, ну აქ ვიცით ეს review გვაქვს. ნახოთ. items, pages, current page, page size. ხო, ну ეს ეს ელემენტები რომ მივიღოთ. და აქ უთხრათ რამდენი ელემენტი რომ წამოვიღოთ. ნახეთ, პირველი გვერდი რომ გაიხსნას მაგალითად და გვერდის ერთ გვერდზე რამდენი ელემენტი უნდა იყოს. აქ მაგალითად თუ ჩავწერთ 100. executes ასე მანქანა იქნება ერთ გვერდზე. აი აქ გვაქვს ფილტრაცია. ისევე query პარამეტრებით. query პარამეტრებით ფილტრაციაზე გამახსენდა. რესტორნებს აკეთებთ ვინმე? მე ვაკეთებ. ხო, აი მაგაზე გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი თემა განსახილველი. წინაზე ვერ დავამთავრეთ, როგორც მახსოვს. ფილტრაცია?
ზერდების ტექნოლოგიებს ნახეთ და რა მეტერს ესეთი აი აქ API-ებზე ანუ რაც საწერია გეთები ეგენი უნდა წამოვიღოთ მარტო იმაში რა ქვია ანუ იდეაში ყველა API შეგიძლია გამოიყენო. ნუ get თავის დანიშნულება აქვს მაგალითად აი get basket, ანუ basket-ის პროდუქტები რომ მივიღოთ get კატეგორიის all და ანუ ყველა კატეგორიის მიღება, მერე კატეგორიის მიღება ID-დან გამომდინარე, მერე ყველა პროდუქტის მიღება და პროდუქტის ფილტრაცია. აი ამ ფილტრაციაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში. Okay. Ontjer. Აქ მანქანების შემთხვევაში იდეაში ახლა სხვადასხვა ელემენტები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ვიცით, მაგალითად მესიჯის გაგზავნა, ტელეფონის ნომერი უნდა ჩაიწეროს და მაგალითად მესიჯები მივიღოთ. მოდი ის ფილტრაცია გავაკეთოთ. ეს ჯობია აშკარად. ხო, ნუ ახლა ტელეფონის ნომერი უნდა დაუწეროთ აი ქველი პარამეტრებში. ასე შემდეგ. ანუ ეს რეგისტრაცია და ლოგინება ტელეფონის ნომრიდან. და რეალურად მივა მესიჯი თუ უბრალოდ ის არის სიმულაცია? არ ვიცი, შეიძლება სიმულაცია იყოს. მე ამაზე არ მაქვს გაკეთებული პროექტი პირადად. არ ვიცდია. აი, მოდი აბა. ხო, მანამდე ახლა მე გადავმისამართდები სხვა აუდიტორიაში. და იქ ნახავ Angular თუ აყენია და შემოგიერთებით call-ში.
ოკეი, ხო, იდეაში ნახე აუდიტორია და დავაგენერე ხა ფოლდერი. აქ ხო თქვენ? კი, აქ ვართ. ისა ხმა მქონია გათშვილი რამე სხვა არ ამბობთ? არა. ხმა არის თუ აბა რამე თქვით ერთი წამი თუ შეგიძლიათ თუნე? ისმის ხმა? კი, ხა ჩაერთო. ტელევიზორზე არ დაკავშირებული ლეპტოპი და იმის დინამიკზე იყო გადაყვანილი და მე ხდება. იდეაში ის ფილტრისის გავაკეთოთ რა. რესტორნში. კი, გავაკეთოთ ხო. ზაზად ამ რესტორანზე მაგასაც ყველა IP ლინკი უნდა წამოვიღოთ? არ არის ყველა საჭირო, ანუ მხოლოდ ისინი, რომლებიც იქნებიან შეცვლილები, მხოლოდ იმეებზე გვექნება ცვლილება. ანუ იმეებზე გვექნება მოთხოვნა. მაგალითად, თუ გვინდა სიმწვავის კრიტერიუმებზე ფილტრაცია, მხოლოდ სიმწვავის კრიტერიუმებზე გავაგზავნოთ მოთხოვნას. და ასე შემდეგ. Okay. გუარი გავხსენეთ პირველ რიგში ხმა ისე და შევაყოთ. და ჩვენ დაგჭირდება ახლა API products get only კატეგორიების მიღება და კატეგორიებიდან გამომდინარე, ну მოკლედ ჯერჯერობით პროდუქტები მივიღოთ. მე მგონი ეკრანი არ აქვს გაზიარებული ან უი, ეკრანი არ არის გაზიარებული. ხავე. ჩანაწერი ჩართულია ხო ეხლა? კი, გაშვებულია. Okay. და ესეთ რაღაც გავაკეთოთ. სერვისების folder შევქმნი. Services. შევქმნი shared folders. სადაც მექნება კომპონენტი შექმნილი. კომპონენტს დავაგენერებ. git bash-ით. ng generate component products მაგალითად. იდეში რა და მოგეთებთ? იმიტომ რომ მე ახლა PowerShell-დან რო გავუშვა კოდი, ანუ PowerShell-დან არ იმუშავებს. bash-ი კითხულობს, ანუ ყარს და აქაც გასანახლებელია Node.js, მაგრამ bash-ი კითხულობს Git-ის. Git-ის ტერმინალი, Git-ის ანუ კომპიუტერიდან, ხო? უშვებს ჩვეულებრივად ng generate products, okay. არა. მაშინ ეს ფოლდერი დაბადო შევქმნით. ng generate shared folder-ში ვეუბნებით, რომ გვექნება პროდუქტები. ეხლა აი აქედან დამას ამოვშლი რადგან ის ჭირდება. Okay. ვასწავლოთ ისეთ გავთიშოთ. ой, სადაა ფოლდერს იმის აი app მოდულში რა, ანუ ng მოდულის და force მოდულის და მაგათ შეყვანა მიწევს ხოლმე ხელით რა, ანუ იქაც რო წერ ხელით აი იმპორტში მაგალითად ხო? და
ზემოთაც import და ბრჭყალები და from angular core და angular forms მიწერს ხოლმე ხელის დაწერა, იმიტომ რომ პირდაპირ არ იმუშავა, რა ქვია, არ ინჯექტება პირდაპირ არ შემოდის. გასანახლებელი ხო არ გაქვს Visual Studio Code? არ ვიცი. აი, რო გახსნი მარჯვნივ ვარდებს ხოლმე თუ გასანახლებელია, ან შეიძლება არა Angular Language Service. აბა Angular Language Service-ის ნახე გასანახლებელი ხო არა, updates ხო არ გიწერს არა. შეიძლება მაგის პრობლემა იყოს. კარგი ნახო მე. ოკეი, მოდი routing-ი ავწეროთ. უთხრათ რომ ცარიელ მისამართზე გვექნება კომპონენტი, რომელიც არის products component. ოკეი, ამ products component-ში გვექნება ჩვენ ყველა პროდუქტი, მაგრამ ჯერ სერვისებში გვჭირდება new file products წერტილი service წერტილი ts გავაკეთოთ აქ დეკორატორი injectable გვჭირდება, რა თქმა უნდა provided root-ი და დავაექსპორტოთ კლასი ახლა. export class და products service. აქ დაგვჭირდება კონსტრუქტორი, იმისთვის რომ დავაინჯექტოთ private HTTP, რომელსაც HTTP client ტიპი ექნება. ხო. აქ რა თქმა უნდა დაგვჭირდება provider-ში provide HTTP client და ფრჩხილები. თქვენ ისევე შეგიძლიათ თან ესე შემოიტანოთ HTTP client-ი, ან HTTP client მოდული დაიმპორტოთ. არ იქნება არანაირი პრობლემა. მომავალში შეიძლება მე უკვე ისე შეცვალო, რომ HTTP client მოდულით დაიმპორტება უკვე აღარ იყოს შესაძლებელი, ამიტომაც ნუ ნელა მეც ვეჩვევი, რომ provide-ზე უკვე ხას უსმევს, ხო? ხას რა უსმევს ეგ არის, ხო, მოძველებული როა. კი, ნუ დაძვალდაო ეს ტექნოლოგია გვეუბნება. ოკეი, HTTP client დავაიმპორტეთ, აქ დაგვჭირდება get products-ი. მეთოდი this HTTP-ს მიმართოთ, get request-ი გავაგზავნოთ აი ამ მის სამართზე. დავსაბსკრაიბდეთ, რა თქმა უნდა და response-ი გადმოვიტანოთ უკვე სულად products-ში. Oh, this products უდრის resi. ხო, აი აქ გინდათ ინტერფეისები გავუწეროთ? ოკეი რა. ოკეი. მოდი ცალკე ფაილს გავაკეთოთ interfaces წერტილი.ts. და export interface. იმიტომ რომ ჯერ პროექტში n-ით მიწერია ბევრი რამე და ინტერფეისებზე ხოლმე სერვერს უნდა დავაკეთო. კი. export interface და დაგვჭირდება ჩვენ მაგალითად products interface. აი, ეხლა აქ მაგალითად ნახოთ რა ტიპის ინფორმაცია მოგვდის. ავიღოთ, აი აქ ინტერფეისში გადმოვიტანოთ. აი აქ ჭალები რო წაუშალოთ. Okay. ეს არის number-ი, spiciness-ი არის number-ი, vegetarian არის boolean-ი, image არის string-ი, nuts-ი boolean-ი, price-ი number-ი და name-ი ისევე string-ი და ID-ც number-ი. ხო, და ეხლა აი აქ გავუწერთ product service-ში, აი აქ ვეთქვით რომ products interface იღებს ეს ელემენტი, ოღონდ იქნება ეს ამასთანავე მასი. ხო, ეხლა products response-ი ვერ გადაეცემა, ეხლა ორი ვარიანტი გვაქვს. ან იდეაში ყველაზე სწორი იქნება generic ტიპი რო დავწეროთ. ნახეთ, აი აქ გავხსნი ესეთ. ისრებს და აი აქ უნდა დავუწეროთ ეხლა რა ტიპის ინფორმაციას მივიღებთ get-ის საშუალებით. products და კვადრატული ფრჩხილები.
და error-ი რა გვიქნება? ანუ ვეუბნები წინასწარ გეთით ამ ინფორმაციას ვიღებთ და პროდუქტს მასივს ვავწილებთ, რომ ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ ახლა. ეს მასივი გადაეცემა, რომელშიც ობიექტები იქნება პროდუქტს ტიპებით. ოკეი. მივიღეთ ყველა პროდუქტი და იდეაში მოდით ახლა პროდუქტ კომპონენტში და გვჭირდება რომ იმპლემენტირდეთ on init-დან. on init. on init და ng on init მეთოდი შევქმნათ. ან void იყოს სწორად ავწეროთ ტიპები და ასევე კონსტრუქტორი რომ დავაინჯექტოთ ჩვენი სერვისი protected and მოდი public-ი იყოს იდეაში service products service ეხლა მიმართავთ ჩვენ service და get products მეთოდს გამოვიძახეთ გაიგზავნება სერვერზე request-ი, ჩამოიტვირთება ყველა პროდუქტი, გადმოეცემა მასივს და მე ამ მასივს ახლა გამოვიყენებთ და როგორ. მაგალითად შევქმნით აი actives products. აქ დაგვჭირდება რომ შევქმნათ product div, გვექნება პარაგრაფი მაგალითად service წერტილი products წერტილი და ეს რა products ოკეი რას ვაკეთებდი დიდი ხანია angular-ზე არ მეწერია მეგობრებო ბუდიში let product of service წერტილი products რა თქმა უნდა ჯერ ng for-ით უნდა გადაურბინოთ service წერტილი products let product of service გადავწერეთ არასწორად აი ბოლოში წერტილი ხო არ უშლის არ ვიცი ეხლა გამოვაჩინ ოკეი და მაგალითად აქ გავუშვებთ ახლა product წერტილი name მაგალითად img tag-ი კვადრატული ფრჩხილები product წერტილი image ერთი არაფერი ვა გავდოთ და ანუ პარაგრაფში მაგალითად ისევე option product წერტილი price და ეში currency pipe-ში გავატაროთ აქ მაგალითად ლარი ვთქვით. მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჯერჯერობით არ მგონია სამოყოდ გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. პირველ რიგში live server-ი დაგვეხურა, იმიტომ რომ Git-bash-ში დავხურე. მეორე რიგში რა თქმა უნდა, component HTML-ში router outlet-ი არ გვაქვს. რომ ეს კომპონენტი ჩაიტვირთოს და ნუ ახლა იდეაში ყველაფერი უნდა გასწორდეს. მივიღეთ ეს ყველაფერი ახლა უცბად სტილები ისევე img video pixel-ი და აი ახლა რა გვაქვს products derivative. მოდი უცბად მეგრიდით გავაკეთებ ამას. აი დაშფლეთ გავაკეთებ. რა ვიცვალოთ გეფინო pixel-ი ისი მაგალითად 100 pixel-ი flex რა პრაპი და თვითონ ეს დივი გავცენტროთ merge 30 auto მაგალითად და ნუ ესეთი რაღაც მივიღეთ აქ შიგნით text line ცენტრი და თვითონ products მაგალითად padding 20 pixel-ი ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ ისეთი რაღაცები გავაკეთეთ და justify content centris გავაკეთოთ. ნუ ეს პროდუქტები ნუ გავსტილეთ. ზემოთ გვექნება უკვე ჩვენ ფორმი.
მოდი იდეაში ფორმი არ გვინდა, ჩვეულებრივი div გავაკეთოთ. რეაქტიული ფორმები ბევრ დროს წაიღებს ხოლმე. ეხლა და უბრალოდ ng მოდელით მივიღებთ form div შევქმნი. აქ გვექნება app module TypeScript-ში forms მოდული დაგვჭირდება. Forms moduli ng modelis გამოსაყენებლად და დავუბრუნდეთ ისევ პროდუქტში. ნუ იდეაში ფილტრაციის კრიტერიუმები რეები გვაქვს. კიდევ ერთხელ ვნახოთ. სანამ მაგას დავიწყებთ, კატეგორიები მივიღოთ. და კატეგორიის ID-დან გამომდინარე მიღების ლოგიკაც დავწეროთ. სერვისში გადმოვიდეთ. get categories this http get subscribe res this categories res აქ შევქმნათ categories res მასივი ავწეროთ ინტერფეისი export interface categories id და name არა id და name id და name id გვაქვს number-ი name გვაქვს string-ი გადავცეთ რა თქმა უნდა categories interface-ი categories და აი აქაც გეც უთხრათ რა ტიპის ინფორმაციას მივიღებთ. თუმცა აი ამაზე უთხრათ რომ მასივი იქნება აი ამ ტიპის ობიექტების და აქაც რა თქმა უნდა კატეგორიას და მასივი უთხრათ. ოკეი. ეს მივიღეთ. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება რომ ეს მეთოდიც გამოვიძახოთ engine-ში. get products-ის მაგურად ახლა აი get products-თან ერთად გამოვიძახებთ get categories methods აი აქ დაგვჭირდება ული li მაგალითად და liebs ng4 და liebs-ში ზემოდან 8 და ნუ liebs-ში ახლა ng4-ს გავამოვიდეთ let's of categories tag-ი იდეაში არის დაგვჭირდება service წერტილი categories და ეხლა ჩვენ ვეტყვით ნუ ჯერჯერობით არაფერს ჯერ ტექსტი შემოვიტანოთ უბრალოდ category წერტილი name ნუ ჯერჯერობით ეს რაღაცას მივიღებთ და ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ნუ ცდილებს არ მივცემ ახლა ლიზე ტდუ და ფონტსაიზე სწორად power-ზე ფონტსაიზე 22 პიქსელი და cursor pointer ნუ ჯერჯერობით ესეთი რაღაც მივიღეთ. ნუ რო დავაჭერთ რაღაც უნდა მოხდეს, ხო? რა უნდა მოხდეს ახლა ამ ელემენტებს რო დავაჭერთ. როგორ უნდა გაიფილტროს ფილტრზე დაჭერიდან გამომდინარე. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც. API categories get category. აი აქ თუ ჩავწერ მაგალითად try-ით აუს თუ დავაჭერ და ჩავწერ ID-ს 2-ს, იმ ელემენტს რომლის კატეგორიასაც ID აქვს 2, აი მაგალითად სუპების ID არის 2, შესაბამისად მივიღებ ყველა სუპს. თუ ჩავწერ 3-ს, 3 ID რასაც ექნება იმ კატეგორიის კერძებს მივიღებთ. ამიტომაც ჩვენ დაგვჭირდება ეხლა აი ეს request URL-ი და სერვისში უნდა დავწეროთ ესეთი ლოგიკა. რომ მივიღებთ get product by category. პროდუქტის მიღება კატეგორიიდან გამომდინარე მიმართავთ this http-ს ვეტყვით რომ უნდა მივიღოთ რაღაც მნიშვნელობა, გვერდულ ბრჭყალებს გამოვიყენებ აქ ლიტერალებს და დოლარი და ფიგურული ფრჩხილები. ანუ აი აქ უნდა შემოვიდეს რაღაც ID. აქ ჩვენ გვექნება ID
რომელიც უნდა მივიღოთ number-ის სახით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე დავსაბსკრაიბდებით და response გადავცემთ, ჯერჯერობით არაფერს. ახლა განახებთ response, მოდი ჯერჯერობით უბრალოდ კონსოლში გამოვიდანოთ. ხო, აი აქ პროდუქტის კატეგორიიდან მიღებიდან გამომდინარე, ახლა ჩვენ რას ვიღებთ? ID-s, names და products. ხო, ეს ინტერფეისის სახით ავწეროთ ხო. Interfaces export product interface, რა თქმა უნდა ჯერ product yes. ეს ზედმეტი რაცა გვაქვს წავშალოთ. Okay. ხო, ID გვაქვს number-ი, name გვაქვს string-ი და პროდუქცი გვაქვს massive-ი, აი ეს, ნახეთ. აი ამ ტიპის massive-ი გვაქვს. Okay. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? მოდი ჯერჯერობით მივიღოთ ეს ყველაფერი, ოღონდ ეხლა ნახეთ. Get product by category გვაქვს, okay. აი აქ რამენაირად ID უნდა მივიღოთ. ეხლა როგორ მივიღებთ ამ ID-ს? ჩვენ გვაქვს აქ HTML-ში ლიები, ამ ლიზე დაჭერის დროს ნახეთ კლიქზე. მე გამოვიძახებ სერვისში მყოფ get product by categories და გავატან category.id-ს. ანუ სერვისში მყოფ ღილაკზე დაჭერით, ლიზე დაჭერით, უბრალოდ ვიძახებ სერვისში მყოფ get product by categories, ანუ აი ამ კონკრეტულ მეთოდს, რომელსაც ID-ის სახით ვატან იმ კატეგორიის ID-ს, რომელად ელემენტზეც დავაჭერ. შესაბამისად, აქ ჩაიწერება ეს რიცხვი, მაგალითად 5 თუ ჩაიწერება, შესაბამისად მე-5 ID-ის მქონე ელემენტები გამოვიდა. მოდი ვნახოთ ახლა ეს ყველაფერი, უბრალოდ კონსოლში მივიღებთ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. ოკეი, მოდი დავაჭიროთ და მივიღებთ. რომელიმე ციფრი რო დაჭრება, ესე იგი რომელიმე ციფრი რო დაჭრება, იმ ციფრის მსგავსები ამოვარდება, ხო, ყველა? კი, ნახე, აი ID-დან გამომდინარე ხდება რა, ანუ ჩვენ აი სუპს, აი აქ ხო აქ ID2. ხო და სხვა რომელსაც კიდე სუპი აქვს, ის დარჩება ხო იმაზე? კი ბატონო, ნახეთ აი და მივიღეთ name სუპს და ნახეთ პროდუქტების, სადაც არის massive აი ამ სუპებით, აი ამ კატეგორიებით, მაგალითად vegetable dishes, ვეგეტარიანული კერძები. და მივიღეთ ვეგეტარიანული კერძების massive. ეხლა როგორ მოვახდინოთ ცვლილება? ანუ აქ ეხლა ჩვენ ხო ყველა პროდუქტი გვაქვს. მაგრამ ყველა პროდუქტზე არ გვინდა ჩვენ ასე ვთქვათ, ყველა პროდუქტი არ გვჭირდება აქ რო იყოს, ხო? ამიტომაც ჩვენ გვაქვს massive, რომელშიც არის ყველა პროდუქტი საერთოდ და აი ამ იმაში არის გამოტანილი, ხო? ამ massive-ში. ეს massive ჩვენ შეგვიძლია ჩაბანაცვლოთ ეხლა. რითი? აი ამ ახალი მიღებული massive-ით. აი ხო ვიღებთ response. აი აქ იდეაში ჩვენ შეგვიძლია უთხრათ რომ get-იდან ვიღებთ რომელი ინტერფეისი ავწერეთ product categories. აი ესეთ interface, export interface და ახლა ვეთქვით რომ this products ნიშნულად მიიღებს REST-წერტილი products. ჩვენ ხო ეს REST-წერტილი products massive მოგდის. ანუ აი აქ რო ვაჭერ, კონსოლში ნახეთ. აუ ზაზა პირველ იმას ინტერფეისი რატო აქვს ისა ქვია იმის ფრჩხილები massive-ის და სხვებს არა მაგეთ არა აი არა პრინციპში ხო მანდაც იგივე სხვაგან არის ესეთი მაგალითი კიდე სადმე? აი წინა გვერდზე სადაც იყავს სადაც წერტი კონცეფტი ეს ხო აი მაგას აქ რატო არ დაუწერე? ხო, იმიტომ რომ ნახე ჩვენ massive არ გვიბრუნდება სერვერიდან, ობიექტი გვიბრუნდება. ნახე კონსოლში რო დავულოგოთ ეს response რა არის? ნახე? რო დავაჭიროთ სუპებს, მივიღებთ ობიექტს და არა massive-ს. და მერე შეგნით იქნება ID, name და მერე შეგნით იქნება უკვე massive. იქ რატო ვიღებთ ობიექტს? როგორ?
აი აქ წინაშე არა მაგ რატო რატო ვიღებთ ობიექტს ეგ თქვა კატეგორიაში ამ პროდუქტში მაშინ ნუ ვიდეოში სერვერიდან არის გაწერილი ლოგიკა რა რომ ობიექტი დაბრუნდეს სადაც ID იქნება სახელი იქნება და მე მესამე პარამეტრის სახით მასივი წამოგვივა ესე ხო და ახლა რას ვაკეთებთ იმ მასივს რომელშიც ყველა პროდუქტი გვაქვს ვანაცვლებთ გაფილტრული პროდუქტებით შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ისეთ საინტერესო ფილტრაციას ხო მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ანუ კიდე გვაქვს ასე ვთქვათ ფილტრაცია რაღაც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და ეს ფილტრაციაც უნდა დავწეროთ აუცილებლად როგორ გავაკეთოთ ახლა ეს ფილტრაცია ამას მივხედოთ ჯერჯერობით ყველაფერს გავთ შორაცეთ მეტი არის ინტერფეისები ჯერჯერობით არ დაგჭირდება სერვისი ჯერჯერობით არ გვინდა უბრალოდ ფორმა უნდა ავწეროთ ახლა ნუ HTML დაგჭირდება product component-ის და TypeScript. Okay. ეხლა ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში meat, vegetarian, nazi, spiciness და კატეგორი ID. ეს კრიტერიუმები. vegetarian, nazi, spiciness. Okay. პირველი გვექნება label-ი, მაგალითად vegetarian for x შემოკლებით დავწერ და ქვემოთ გვექნება checkbox-ი, input type checkbox-ი. და ID-ც ექნება for-ის მსგავსი, ანუ ეგ. ნუ ქვემოთ BR-ს გავაკეთებ, მაგალითად, მე კიდევ ერთი label-ი nuts input type checkbox-ი აქაც checkbox-ი ID nuts-ი აქაც BR-ი label-ი მაგალითად spiciness აქაც spiciness-ი input type range და აქ ID spiciness მინიმალური იქნება 0 მაქსიმალური რამდენი გვაქვს 4 მგონი. ნუ ჯერჯერობით 4 გავაკეთოთ. ოკეი. მოდი ვნახოთ ახლა ის სერვერზე როგორ გამოიყურება. ნუ ესეთი რაღაც მივიღეთ, არაფერი არ მაყო ჯერჯერობით. და აი აქ უბრალოდ HR-ს გავატარებ, რომ ნუ ის იყოს დაშორება. ოკეი. ეს რაღაც გვაქვს და ღილაკი რა თქმა უნდა, უცებად ბათონ ფილტრაციის ღილაკი. ოკეი. მოდი ახლა შევადგინოთ ng მოდელებით, წამოვიღოთ input-ების მნიშვნელობა, ng model dris და აი აქ ახლა ყველას set-ოვ ng models გავუწერთ. ყველა inputs სამივეს. და აი ამას აქეთ გადმოვხდებ. აი, ჩვენ გვექნება vegetarian უდრის თავიდან საწყისი იყოს სარიელი input-ი, ან იდეაში თავიდან გქონდეს არაფერი. თავიდან იყოს არაფერი. მაგრამ მნიშვნელობა ექნება ან 0, ან string. ანუ თუ არაფერს არ შევეხებით ამ inputs, 0 გვექნება მნიშვნელობა. თუ შევეხებით, მე უკვე არა string-ი არა, ბოდიში ბულიანი. ნუ true ან false, რადგან checkbox input-ი არის. ანალოგიურად გვექნება nuts-ზე და აქედან გამომდინარე ან 0 წამოგვივა, ან ბულიანი. და range-ის შემთხვევაშიც უკვე type ან 0 გვექნება, ან ერთი წამით ბოდიში ხო,
ბოდიში გავაგრძელოთ range, აქ გვექნება range ან 0 ან number. Okay. Вот так ახლა ისინი გადავიტანოთ ng მოდელებში შეეძებიან nuts და range. Okay. აქ ვიღებთ მნიშვნელობებს და მოდით იცი რა გავხდოთ, უბრალოდ პარაგრაფში ქვემოთ გამოვიტანოთ vegetarian-ის მნიშვნელობა აქ მაგალითად. აი მას ჩამოვაყოლებ. ვიარე. აი აქ nuts-ი გამოვიტანოთ, აქ range-ი გამოვიტანოთ. ნახოთ რა მივიღეთ. თავიდან ნახეთ, აქ სიცარიელია, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელობა არ გვაქვს, აქ სიცარიელია, აქ სიცარიელია. დავაჭერ true false true false true false აკას true false true false აქ თავიდან არაფერია მაგრამ თუ მოვკიდეთ ხელი მე უკვე იწყებ მოქმედებას აქ რა შეგვიძლია სხვათაშორის გავაკეთოთ to range ამ შემთხვევაში შეგვიძლია not სხვა შემთხვევაში range და უпростоრად პირიქით. თუ true იყო range გამოვიყვანოთ, თუ false იყო not chosen. თავიდან not chosen აწერია, შემდეგ უკვე შეიძლება. ან ვეუბნები range-ის მნიშვნელობა თავიდან თუ 0-ია, ანუ false, 0 false-ის ტოლი გამოდის. range გამომიტანა. ანუ 0-1 და რაც იქნება. თუ არა, მაშინ not chosen გამომიტანა. Okay. და ფილტრი რელაკით უნდა მოვახდინოთ ახლა ესეთი ფილტრაცია. და სხვათაშორის ესეთი მეთოდი უნდა დავწეროთ. click vegetarian-ზე და nuts-ის true და false რა შემოგვიდგება? გვეტერება. როგორ? იქ vegetarian-ზე და nuts-ზე ის true და false რო ეწერება, ეგ რა შემოგვიდგება თქო? ხო, აი ნახე, ჩვენ შემდეგ, როდესაც სერვერზე მოთხოვნას გავაგზავნით. სერვერს უნდა გავაგზავნოთ ესეთი მოთხოვნა, ნახე. vegetarian ან true უნდა გქონდეს, ან false, ასევე nuts-ზე. მოდი ვნახოთ. თვითონ უნდა ხო ესე იგი? ნახე, ანუ საერთო ჯამში ჩვენი მოვალეობაა, რომ აი get filtered-ის შემდეგ დავწეროთ კითხვის ნიშანი და კითხვის ნიშნის შემდეგ გადავცეთ რაღაც დამატებით ეкраნი გამეთიშა. vegetarian უდრის truth და მე query პარამეტრები ამბობ, ხო და? კი, query პარამეტრები კი ბატონო. ან false-ი დავუწეროთ. იდეაში ამის სხვათაშორის ძალიან მარტივად გაკეთება შეგვიძლია ჩვენ თვითონ query პარამეტრებზე რო არ ვიწვავთ. აი და ერთ საინტერესო მეთოდს განახებთ. ახლა ნახეთ, ვეუბნები რომ filter products ვიძახით. და აი ამ filter products ავწერ ახლა. და ნახეთ, შევქმნი აი აქ რამე ცვლაც. უბრალოდ გარეთ მექნება რამე ცვლადი. მაგალითად filter URL. თავიდან ექნება აი ესეთი მნიშვნელობა. აი ესეთი. უბრალოდ ხო, ეგეთი. აი ეს მნიშვნელობა ექნება. ასე აქეთ გადმოვიდა და ნახეთ რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ჩვენ თუ აი აქედან რამე მნიშვნელობას მივიღებთ ამ შემთხვევაში ანუ თუ vegetarian შევეხეთ ანუ შევცვალეთ რამე კრიტერიუმი ამ შემთხვევაში მე ავდგები და დავამატებ URL-ში vegetarian-ის კრიტერიუმს. ანუ ხეთ if vegetarian this vegetarian თავიდან 0-ის ტოლია. თუ vegetarian-ი არ არის, ანუ ძახილის ნიშანს დავუწერ წინ. ან თავიდან false-ია, მე ვაბრუნებ მნიშვნელობას. თუ true-ა, ერა და თავიდან false-ია.
არა, ხო, სახლის ნიშნის გარეშე ჩვეულებრივად. მაშინ this filter products filter URL-ს უпростоრად. ნახეთ? დავუმატებ strings plus ბჭყალები, უпростоრად გვერდული ბჭყალები. ნახეთ, მაგალითად ეს რას შვები vegetarian, ხო? Vegetarian უდრის ეგრული ბჭყალები და this vegetarian. და მოდი კონსოლში დავლოგავ ახლა this filter URLs. და ახლა ახლა რა გავაკეთეთ აქ? დავაჭერ filter URL-ს და ნახეთ, ნუ ჩვეულებრივი URL-ი გვაქვს შეუცვლელი. მაგრამ მე თუ vegetarian შევეხები და შევცვალე ამ თრუზე გადავიყვანე, ახლა ნახეთ. ფერცვება არ მოხდა. ამით დავუღავ this vegetarians. და წინდან ორძახილის ნიშანს დავუწერ, ანუ ორჯერ შევაბრუნებ ნიშნულობას, ანუ boolean ტიპში გადავიყვან უბრალოდ. false-ია, შევეხე. ვეთქვი რომ თუ არ უდრის ნულს. ნულის ტოლი თუ არ არის, ესე ჯობია და ამ შემთხვევაში წეს ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს. filter არა. ხოთ, არა, ესე იმუშაოს. არ დაემატა. და ახლა კიდევ ერთ ვწდი, თუ უდრის truth ან თუ this vegetarian უდრის false. ანუ ეს ხო გახსოვთ რა ოპერატორი იყო, ან აქედან რომელიმე true თუ დააბრუნა, ერთი მაინც თუ true-ს აბრუნებს. აუ, არა, ესეც აუ, ამას როგორ ვაკეთებ ის, რა მახსოვს. მოიცადეთ ჯერ ვწდი მაშინ, ესე თუ იმუშავებს. ოკეი. filter true. აი, მოდი ეს რაღაც გავაკეთებ. პლუს უდრის ხო არ უნდა მქონოდა. ვაიმე. ამდენი ხანი რა ტყუილად წვალობდი, მეგობრებო, თქვენ აიცით. პლუს უდრის გამომრჩა ეს მითვისების ოპერატორი უმატებდი და არ ინახებოდა არსად ეს მნიშვნელობა. ოკეი. false-ზე დავაყენოთ. ნუ მე ორჯერ ემატება, ნუ ამას გამოვასწორებთ, ახლა ორჯერ არ მიემატეს. ოკეი. ეში თავიდან როგორც გავაკეთე, ისიც იმუშავდა this vegetarian. არაფერი არ დაემატა, კიდე არაფერი არ დაემატა, თუ მოვნიშნე. დაემატა, თუ false-ზე დავაყენე. აღარ დაემატება. ხო, არა, ნუ ეს კაი სწორად მიწერია და იყოს ეს. ან ისე უფრო მარტივად არ უნდა უდრიდეს ნულს. არაფერი, არა, undefined vegetarian undefined. როგორც გქონდა true-ზე ან false-ზე ემატება ეს კრიტერიუმი. აი. ეხლა ანალოგიური ლოგიკა. nuts-ზე აი ამას გადავაკოპირებ. და აი ამებს vegetarian-ს ჩავანაცვლებ nuts-ით. და თქო უნდა ამას გავასუფთავებ.
და აქ დავწერ ესეთ რაღაცას this filter URLs მივუმატოთ ახლა არა vegetarian არამედ nuts და this nuts-ის მნიშვნელობა. მოდი ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს ეს. ნუ დავაჭერ filters. უბრალოდ log this filter URL. მოდი ვნახოთ, თავიდან გამოვიყვანოთ კონსოლში. ნუ цаრიელი URL-ი გვაქვს, დავაჭერ vegetarians, მომნიშნავ, ნუ true-ა, okay. nuts მომნიშნავ, ნუ false-ზე დავაყენებ. და ესეთი რაღაც გვაქვს. Get filter vegetarian true და vegetarian true nuts უი. კითხვის ნიშანი ბოლოში. უბრალოდ end ნიშანი. ეხლა შევამოწმოთ ეს და ეს მომნიშნოთ, გავუშვათ filter და აბა ვნახოთ ეხლა აი ამ საიტზე რო გადავიდეთ რას მივიღებთ. აი ზუსტად იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე მიღებული პროდუქტები. მაგრამ მე კიდე ღილაკს რო დავაჭერთ, მე კიდე ემატება. ეს არ გვაწყობს, ამიტომაც რას გავაკეთებთ? ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ღილაკს ხელს დავაჭერთ, this filter URLs ისევე გავასუფთავებთ. ანუ ისევე ამად გავხდით. რომ ყველა შეცვლაზე რაც არ მოგვიწევს, ნახეთ vegetarian filter true. მოდი false-ზე დავაყენებ, აი ნახეთ false. nuts-ზე ვნახოთ, nuts დავამატოთ, vegetarian false, nuts-ი true. Okay. და ანალოგიურად range-ზე. if და ფიგურული ფრჩხილები. ეს nuts-ი უდრის უბრალოდ. ეს nuts-ის type of-ი თუ უდრის numbers ამ შემთხვევაში ანუ ამ this nuts-ის ტიპი, this nuts-ის კი არა, this range-ის ტიპი თუ იქნება number-ი, ანუ თუ შევეხედა რიცხვად გარდა იქცა ეს range, ამ შემთხვევაში this filter URLs მივუმატოთ და შევინახოთ range, უბრალოდ range, არა spiceness უდრის აქაც nuts-თან სხვადასხვის კითხვის ნიშანი გჭირდება. $, ფიგურული ფრჩხილები this range-ის მნიშვნელობა გადავცეთ. და აქ end-ის ნიშანი. და მოდი ვნახოთ ახლა. Okay, false დავუყენოთ. False-ად გადაიქცა, vegetarian false დავაყენოთ. ესეც false-ად გადაიქცა, spiceness-ი ვაკონტროლოთ, 3-ზე დავაყენოთ, 3, 1-ზე დავაყენოთ, 1. შვენიერი. ანუ ესეთი query პარამეტრი შედგა. მერე შეგვიძლია რომ filter reset-ის ღილაკი დავაყენოთ, button reset filter და კლიკზე შევქმნათ ფუნქცია reset filter. ავწეროთ ახლა ეს ფუნქცია. this reset უბრალოდ პირდაპირ reset filter და მივმართავთ ნახეთ ამ ელემენტებს ახლა ეს რაღაცას გავაკეთებ. dris on the this-ები. რა გავანულოთ მე ეს კრიტერიუმები მაგალითად ავიჩი. დავარესეტე, ისევე დაბრუნდნენ საწყის წერტილებში. სანზა ეს ყველაფერი ეს ფილტრაცია რო აი მაგალითად array ფილტრით გავაკეთოთ სიტყვას ეგეც ხო გამოვა თქვა. მასე შეგვიძლია, მაგრამ რადგან აი აქ გვაქვს ჩვენ query პარამეტრებით ფილტრაცია, ესეც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რა. რეალურად ახლა მე ცოტა თავიდან დაგაბნიეთ, მაგრამ მაინც საინტერესოა ეს.
ესეთი უფრო პროფესიონალური არის კი, მაგრამ რაღაც ისე უფრო ის უფრო რაღაც მარტივი გზა. კი, რეალურად ესაც შეგვიძლია ჩვეულებრივად არ იქნება პრობლემა, მაგალითად ეგრე რო გავფილტროთ, უბრალოდ ძალიან გაგიჭირდებათ. ან მაგალითად თუ ეს არ არის არჩეული, რომ ამ კატეგორიების მიხედვით არ გაფილტროს, თუ ის არის არჩეული იმ კატეგორიების მიხედვით გაფილტროს და ასე შემდეგ. ამ თვითონ ფილტრში მე აი ძალიან საწვალებელია რა, მიცდია ძალიან ბევრი ვიწვალე, ძალიან ბევრი და მე მივხვდი რომ ესე უფრო ბევრად მარტივი. და ნახეთ ახლა საერთო ჯამში ჩვენ ვიღებთ აი ამ filter URL-ს, ხო? აი ამ ავდგებით და აი ეს filter URL-ი, რომელიც ბოლოს შედგა. Ну, დაგჭირდება პირველ რიგში product service-ი. Get filtered products მაგალითად. ეს HTTP-ის მიმართოთ get request-ი გავაგზავნოთ და აი აქ უთხრათ get request-ს რას ვაგზავნოთ? რაღაც URL. აქ ვეუბნები URL-ი მექნება string-ი. Get არა უბრალოდ. ხო, get. და subscribe-დები response გამოვიტან კონსოლში. და მოდი ახლა, ჯერჯერობით ახლა ეს URL-ი გადავცით აი აქ get-ში რო ჩაიწეროს. ანუ აი აქ, როდესაც კონსოლოგის მაგივრად, კონსოლოგი იყოს, მოდით, this service-ში გამოვიძახებთ get filtered products და გადავცემთ this fetch URLs. Fetch URLs. ხო, თან სხვათა შორის რადგან ყველაფერი ტიპებით გვიწერია, აქაც მოდი დავუწეროთ, რომ string-ი არის, ხო? და ამის შემდეგ, როგორც კი სერვერზე მოთხოვნას გავაგზავნოთ, მაშინვე გავანულოთ ისევ ფილტრის კრიტერიუმები. ანუ ანალოგიური მეთოდი უნდა გავაქვთ, უბრალოდ აი აქ this reset filters გამოვიძახოთ. აი ამ მეთოდს, რომელიც განულებს სტილებს. მოდი აბა ვნახოთ ახლა რა მოხდება, vegetarian, მხოლოდ ვეგეტარიანული პროდუქტები მინდა და ვაჭერ filters. ნახეთ, მივიღე 7 მასივი. მასივში 7 ელემენტი. ყველა vegetarians ექნება true მნიშვნელობა, რაც უნდა გავხსნათ. დანარჩენ კრიტერიუმებით არ გაგვიფილტრავს. მოდი ახლა უთხრათ, რომ ყველა ვეგეტარიანული უნდა იყოს და ნაცი false-ზე უნდა იყოს. და ვაჭერთ filters, აი ყველას ნაცი false-ი ექნება, vegetarian true, რომელიც არ უნდა გავხსნათ. ოკეი, ახლა რას გავაკეთებთ? ავდგებით და ისევე ამ მასივს ჩავანაცვლოთ. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი რაღაც გამოგვჭა. აი მაგალითად, მე რომ beef dishes-ზე გადავიდე, აქ მხოლოდ ერთი პროდუქტია. აქ რო რაღაც კრიტერიუმებით გავფილტრო მე ჩვენი პროდუქტები. კატეგორიის მიხედვით არ გაიფილტრება, აი ხა 6 პროდუქტი მივიღეთ. ამიტომაც ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომაც მე როდესაც აი აქ ცვლად შევქმნი ახლა. Category ID. და თავიდან ეს იქნება, ესეც ანალოგიურად არაფერი მნიშვნელობა არ იქნება, იქნება 0 ან number. Number. ხო, აღონთ აი აქ product HTML-ში დაგჭირდება, რომ აი აქ ლიებში ერთი რაღაც გამოვიჭრე. Li get all. ან ყველა პროდუქტის მიღებაც ხო გვინდა. ნუ იდეაში გვაქვს სხვა პროდუქტები, ფილტრაცია, მაგრამ get all-ს რო დავაჭერ, მინდა რომ ისევე ყველა პროდუქტი დავიბრუნო ჩვენს საიტზე, ამიტომაც get all-ზე ფილაკის დაჭერისას კლიკის საშუალებით სერვისში მყოფ get products მეთოდს გამოვიძახებ. ანუ მე როდესაც სერვისში აი ამ მეთოდს გამოვიძახებ get products, ისევე ყველა პროდუქტი რაც გვაქვს get products all-ზე მიმართავ და აი ამასეს ისევე გავანახლებ ყველა პროდუქტით. მოდი ვნახოთ. მაგალითად chicken dishes, მხოლოდ ეს პროდუქტები გვაქვს, get all-ს დავაჭერთ და ისევე ყველა პროდუქტს მივიღებთ. ამიტომაც ჩვენ ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? გადმოვალთ სად გვაქვს ეს ფილტრაცია get filtered products filter URL-ი filter URL-ს კი ვაგზავნით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ესეთი რაღაც რომ კატეგორია ID აი აქ ან ნამბერი იყოს და თავიდან საწყისი მნიშვნელობა კონდეს მოდით 0
და უთხრათ თუ this category ID არ უდრის nuls ამ შემთხვევაში this filter URLs დაემატოს ახლა მოდი აი აქ ორს ჩავწერ მაგალითად რომ ნახოთ category ID მოთ აი აქ დოლარი ფიგურული ფრჩხილები და this category ID დაემატოს ანუ კატეგორიიდან გამომდინარეც რომ მოხდეს ჩვენი ფილტრაცია ну თავიდან ნულის მნიშვნელობა ექნება და კლიკზე ვეუბნებით როდესაც get all-ს დავაჭერთ category ID იქნება 0 მაგრამ როდესაც დავაჭერ კონკრეტულ კატეგორიაზე გადასვლას კატეგორიის ID გამიხდება category წერტილი ID ანუ იმ კატეგორიის ID რომელზეც დავაჭერ ეს სვადი შემეცვლება მოდი ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს მაგალითად სალათებში გადმოვალთ და სალათებში lab კაი chicken salad ვნახავ ახლა რა ისინი აქვს აი მხოლოდ ეს რო გამოვიტანო და ეს რო გაქრეს მაგალითად ეს რაღაც გაკეთება მინდა ID მოიცა იმას რამდენი აქვს ID აი სალათებს ერთი უნდა გქონდეთ წესით ID მოდი ვნახოთ ახლა ხო lab კაი chicken salad ნაცი true აქვს vegetarian false მოდი ვნახოთ ნაცი დავაყენოთ true-ზე მოდი vegetarian-ის true-ზე დავაყენოთ okay vegetarian true რაღაც მგონი აურიეთ ვნახოთ get filtered ერთი პროდუქტი მივიღეთ ხო ოღონდ ჩვენი fetch URL-ი არ შეიცვალა არა იდეაში ორივე კრიტერიუმი დავამტყრეთ და იმით თავიდან ნულოვანი მასივი მივიღეთ მოდი filter ორი პროდუქტი მივიღეთ okay ნაცი true vegetarian false აქვს მე პირველს და მეორეს ნაცი false vegetarian true მოდი ნაცი დავაყენოთ true-ზე vegetarian false დავაჭიროთ filters და მივიღეთ მხოლოდ ეს ერთი პროდუქტი მაგრამ ეს პროდუქტი რომ მივიღეთ რაში გვჭირდება უი ხო რა თქმა უნდა ეხლა ეს მასივი უნდა ჩავანაცვლოთ აი ამ მასივზე ნახეთ აქ ხო ვიღებთ უბრალოდ კონსოლში response this products უდრის res მოთ აქ get წინასწარ უთხრათ რომ რა ტიპის პროდუქტებს ვიღებთ ეს არის products მასივი okay მოდი ახლა ისევე გადმოვიდეთ სალათები და ნაცი true vegetarian false და აი მივიღებთ მარტო ამ სალათს ან ამ სალათს უბრალოდ აღარ მახსოვს აი lab კაი chicken salad get all-ზე რო გადავიდე და ეს კრიტერიუმები რო დავაყენო ნაცი true და ეს false ნუ უფრო მეტ პროდუქტს მივიღებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა კრიტერიუმი იცვლება მაგალითად beef dishes-ში რაც true-ზე დავაყენოთ ნუ ნაცი false ეყენა იმას ამიტომაც გაქრა ხო get all-ზე გადმოვა მაგალითად სიმწოვე მინდა 3 აი სიმწოვე 3 რომელსაც აქვს მხოლოდ იმ კრიტერიუმებით გავფილტრე მოდი ვნახოთ რომ მარტო სიმწოვის კრიტერიუმით გაიფილტრა ნუ კონსოლში ვნახოთ get filtered spiciness spiciness 3 ეს network-ში რო გადმოვიდეთ აი fetch xh არის ვნახოთ თუ არ გვჩვენებს მოდი ახლა გავაგზავნოთ აი spiciness ჯერ get all-ი აი get all-ზე მივიღეთ ეს request-ი და spiciness 3 დავაყენოთ filters დავაჭიროთ და აი ეს ამ მისამართზე გაიგზავნა ფილტრაცია get filtered კითხვის ნიშანი ანუ query პარამეტრს ვამატებთ თქვენებით და spiciness 3 ხო ნუ აი ესეთი საინტერესო მეთოდი განვიხილეთ ახლა შეიძლება ცოტა რთულად ჩანდეს ეს ყველაფერი მაგრამ აი ლოგიკურად რომ მივუყვეთ თავისით ეწყობა ყველაფერი ანუ აი ამ ყველაფრის დაზეპირება არის
თითქმის არარეალური ამ ყველაფერს ვერ დაიზეპირებ ამ ყველაფერს ესე უბრალოდ ვერ იმასისა ვერ დაწერა რომ აი მახსოვს რომ იქ ის უნდა დავწერე უნდა დავწერე ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ ლოგიკურად მეგობრებო და აქედან გამომდინარე მივიღოთ შედეგი ამიტომაც ხო ესეთი რაღაც გვაქვს რამე კითხვა ხო არ გაქვთ ახლა ამ თემასთან დაკავშირებით აუ მე გამახსენე ხა წინაზე რაღაც საიტი გვაჩვენე ზაზა ოკეი ხო რაღაცა ეგეთი ისა და რაღაც ახსნა ვერ მოვასწარი მაგაზე რაღაცა რომ ჯერ მეთით რომ გავერგვიო ხო კი სხვათა შორის ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი ამაში გარკვეულ უბრალოდ ფიზიკურად დრო აღარ მქონდა არანაირი ამიტომაც ვერ ნახე რა კარგად და რო აგიხსნათ ახლა მეც არ ვიცი ზუსტად მაგის სწორად რაც არ გინდა იყოს Google-ის მაინც უფრო სანდო იქნება კი Firebase-ი რა თქმა უნდა ბევრად კარგია მაგრამ იქ ნუ ID-ებთან მუშაობა ცოტა უხერხებელია რაღაც სიტუაციებში მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის ხო წინააღმდეგი ხო არ იქნებით მეგობრებო ადრე რომ დავამთავროთ არა და ისე ეს ბოლო ლექცია შეიძლება თუ კიდე შეიძლება გქონდეს რამე არა შევხედავ ახლა როგორ იქნება და თიმზე მოგწერთ ახლა წინა საახალწლო და ის საშინელი გადარბენები მაქვს და აი დღესაც ახლა მე 8 საათია უკვე რაც ლექციებს ვატარებ და უკვე ბაბარბაცებს ხო და აი ძალიან ვიღლები რა და შევეცდები ყველანაირად რომ გამოვნახოთ რომ მოგწერთ აუცილებლად მაგრამ ყველა შემთხვევაში თუ ვერ მოვახერხე ახალ წლამდე ნუ იანვრის საწყის დღეებში აი 4-5-ისკენ სადღაც ეგრე სავარაუდოდ ან 6-ში ჩავატარებთ ერთი წინა თუ არ მოხერხდა 10-ში 8 საათზე გვექნება ჩვეულებრივად ეს. კი ბატონო. თუ რამეა თქვენ მაინც პროექტში თუ რამე პრობლემა შეექმნათ რამეს თუ ვერ გაიგებთ მითხარით ან როცა დრო მექნება შემიძლია გადავხედო და დაგეხმაროთ გასწორებაში. ეგეთი ვარიანტია. აი, დღეისთვის დაგემშვიდობებით. თუ ახალ წლამდე ვერ შევხვდით, გილოცავთ დამდეგ ასევე. იქითაც წელს გამხდარი ყავით ყველაზე მაგარი პროგრამისტები. და ყველაფერს საუკეთესოს ამასთან ერთად. მადლობა ასევე წარმატებები და დროებით. აბა დროებით.